გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ამასთანავ ბრძანე, რომ განსაკუთრებით საწყენია ჩემთვის, როდესაც ის ადამიანები, რომელსაც ერთდროს ყურადღებით უსმენ და ხშირ შემთხვევაში ვეთანხმებოდი კიდეც, დღეს საპირისპიროს ლაპარაკობენ. იქნებ ვინმე მითხრას, რომ ისინი იგივენი დარჩნენ და მე შევიცვალე. არა მეგობრებო, მე დავრჩი იგივე და იგივე გაგება მაქვს და იგივე ფასეულობებს ვეფერები, რაც ადრე მქონდა. ისინი კი ამოყირავდნენ. როგორ არ გავიხსენო დიდი ყველა გაგებით გუბას სანიკიძე, რომელიც 15 წლის წინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერიდან სააკაშვილზე ისეთ სიტყვებს ამბობდა, რომ დღესაც მიკვირს სააკაშვილმა ის დუელში როგორ არ გამოეწვია. დუელში ცხვირსახოცით, როდესაც ორივე მოწინააღმდეგე ერთ ცხვირსახოცს კიდებს ხელს და ერთმანეთს ძალიან ახლო მანძილიდან ესვრის. მოკლედ, მაშინ სააკაშვილს გუბაზე უფრო დიდი მლანძღვრელ მაგინებელი არ ყავდა და მე მას უსმენდი და მიხაროდა, რომ ასეთი ბუმბერაზი გმირი ყავს. ანა ვის ყავს გუბა ჩვენისთანა მღეროდით მეზობლები ეზოში საღამოს პრომენადის დროს. და მე რას მოხდა ყველამ ვიცით. თანაც გუბაზმა თავისი მეტამორფოზა არ იკმარა და შვილიც ნაცად გაზარდა. აი ამაზე რძენი საყურებელი თუ გინდა ნახო, გუბაზიჩი უნდა იხილო ტრიბუნასთან, როდესაც ის ნაციონალურ მოძრაობას უძვრება სულში. კარგი, სანიკიძეები იქით იყვნენ, ძალიან იქით. ისე იქით, რომ ვერ ხედავდეთ და არაფერი გვესმოდეს მათ შესახებ, მაგრამ ახლა მინდა ვახტანგ ხმალაძეზე, ჩვენს ცნობილ კონსტიტუციონალისტზე, რესპუბლიკური პარტიის უსხლელ წევრზე გიმღეროთ. აი ხმალაძეს იმ კატეგორიას ეკუთვნის, ვისაც ადრე უსმენდი ხოლმე. არა, მციდან ვარსკვლავებს არ ზუსტყვეთდა, მაგრამ სულ მეგონა, რომ კაცი შავსა და თეთრს, წითელსა და ყვითელისგან არჩევს მეთქი. მაგრამ ეტყობა რესპუბლიკური პარტიის წევრობაც ცუდად მოქმედებს სინდის ნამოსზე. ვინც რესპუბლიკურ პარტიას გაეკარა, ყველამ ქამელეონივით იცვალა ფერი. და ამასთანავ ისევ და ისევ პალიტრა ნიუსის სტუდიაში ვიხილე ბატონი ვახო და ისიც თავისი თანაპარტიელების კვალს გაჰყოლიან. სხვა შორის არ ვიცი რესპუბლიკური პარტია არის თუ არა დღეს აქტუალური, მაგრამ როგორც მავანმა თქვა, რომ როგორც ყოფილი ნაცი და ყოფილი კგბ-შნიკი არ არსებობს, ისევე არ არსებობს ყოფილი რესპუბლიკურ პარტიელიო. და ფაქტიც სახეზეა. იჯდა ხმალაძე სტუდიაში და ლაპარაკობდა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს იმ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაყვანას, რომლებიც მას საფრთხეს უქმნიან. მეგობრო, ხელისუფლება ნაცების სამართლებრივად აკრძალვას ცდილობს. ანუ იმას აკეთებს, რასაც ჩვენ 13 წელია მისგან ველით. ჩვენში მე გულისხმობ 1,200,000 ადამიანს. ბატონ ვახოს კი კითხავდი, ვინ უქმნის საფრთხეს ხელისუფლებას? ნაცების პარტია? ამდენ წელია გამოქანებული ნაცები თავით რომ ეხეთქებიან ბოთს და ზვრას რომ ვერ უშვებიან. ეს ნიშნავს საფრთხის შექმნა? ბატონო ვახო, მეცაც გეტყვით, მე რომ ვიყო ხელისუფლების ადგილას და ავტორიტარიზმისკენ მქონდეს მიდრეკილება, ნაცობას კი არ ავგრძალავდი, გავახარებდი და წავახალისებდი კიდეც. დიახ, ასეთი ხელმოცარული და უნიათო მოწინააღმდეგე უნდა ინატრო და ის თუ გაქრება ნაცობას გულისხმობ, მე და ჩემნაირებს უკვე გვექნება საშუალება ნაცებზე კი არ დავხარჯოთ დრო, არამედ ხელისუფლებას დაუსვათ რაღაც კითხვები, რომლებიც აუცილებლად გაგვიჩნდება. კონსტიტუციონალისტი ხმალაძე კი ლაპარაკობს, რომ ციტატა დღეს სახელმწიფო მთლიანად არაკონსტიტუციურ რეჟიმშია. ჩემი შეფასებით პარლამენტი არალეგიტიმურია, ამის დამტკიცება საკმაოდ მარტივია. აქედან გამომდინარე, ამ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია. ამ პარლამენტის მიერ შექმნილი ხელისუფლების ინსტიტუტები, მთავრობა, მოსამართლეები არალეგიტიმურიაო. დიახ, ამას ამბობს ხმალაძე და რატომ არის არალეგიტიმური? და რატომ არის არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური? ხმალაძე ამას არ ხსნის. ამბობს, რომ
არა კონსტიტუციურია და მორჩა. მიზეზებზე მსმენელმა უნდა იტეხოს თავი. ანდა ხმალაძეს გონია რომ ისეთი მსმენელი უსმენს, ვინც მის სიტყვებს როგორც უტყუარს აღიქვამს. ხმალაძემ თქვა, ღმერთმა თქვა. ასე არაა ბატონო ვახო. ჩემი აზრით პოლიტიკა მათემატიკასავითაა. ყველა თეორემას დამტკიცება უნდა. აი ხელოვნებაშია მოწონება არ მოწონება ძალიან სუბიექტური და მიკერძოებული. იქ იტყვი სიტყვაზე რომ გიყვარს მალევიჩის კვადრატი ან ავანგარდ ჯაზი ან ჩუკოტკური ხალხური სიმღერები და დამტკიცებას არავინ მოგთხოვს. და ამ შემთხვევაში კი, როდესაც კონსტიტუციონალისტი კაცი ზიხარ იყურები ტელეობიექტივში და მიმტკიცებ რომ ხელისუფლება რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია არის არაკონსტიტუციური და თანაც რეჟიმია. აი ამას დამტკიცება უნდა. მაგრამ ვერ დაამტკიცებ, იმიტომ რომ იმ თავითვე ცრუობ და აი რატომ ცრუობ, ეს კი უკვე საკითხავია. საკითხავია ცრუობ, იმიტომ რომ ასაკმა შემოგიტია თუ თანაპარტიელებმა გიბრძანეს ასე ილაპარაკეო. უნდა საწყენია მეთქი ის ადამიანები, ვისაც ადრე უსმენდი როგორ ამოყირავდნენ. საწყენი ისიცაა, რომ ალბათ ყოველთვის ამოყირავებულნი იყვნენ. მე კი ამას ვერ ვამჩნევდი. ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.